ბრალდებები და დავა ისმის ორ კომპანიას შორის. გარდა ამისა, მათ შორის არის დავა ვებგვერდის დომენთან დაკავშირებით, ასევე Facebook-ის გვერდებთან დაკავშირებით, ასევე სარეკლამო კამპანიებში ერთმანეთის საწინააღმდეგო მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. სწორედ დისკრიმინაციული კამპანიის აღკვეთის მიზნით მიმართა კომპანია iTechnic-მა სასამართლოს, რასაც მოყვა მათი კონკურენტის iPlus-ის ანგარიშების დაყადაღება, სასამართლოს შესაბამისი განაჩენი. სწორედ ამის შემდეგ იწყება პროცესი, რომელიც ცდება უკვე ორ კომპანიას შორის დავას და ეხება სასამართლო ხელისუფლებას. კერძოდ iPlus-ის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის პირად ინტერესშია ის, რომ iPlus-ი გაკოტრდეს, დაყადაღდეს და ის გავიდეს ბაზრიდან, რადგან iTechnic-ი არის ცერცვაძის ოჯახური ბიზნესი. დღეს iPlus-ის ხელმძღვანელი ერთვებოდა ჟურნალისტებს Skype-ით ბრიუსელიდან და ამბობდა იმას, რომ მას მოუწია ქვეყნის დატოვებაც, იქნა გამომდინარე, რომ განიცდის ეწოლას და დახმარებას თხოვს ქვეყნის ხელისუფლებას. ეს მოკვლევა დაიწყო ვალერიან ცერცვაძის მიმართ, ჩვენთან შემოვიდნენ სულ 3-4 დღის წინ და მოითხოვეს ინვოისები, ანუ ამით გვანახეს ჩვენ, რომ თუ თქვენთ აიქნებით, თქვენ კიდე რაღაცას იქნებ ამოგიქებთ და იქნებ გიპოვოთ. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვაშინონ, ჩვენ გაგვაჩერონ და გაგვაჩუმონ. ჩვენ გვინდა მიმართოთ პრემიერ-მინისტრს, რომ ეს იქნება ძალიან საგანგაშო ქვეყნისთვის, თუ დღეს iPhone Plus-ის ზეწოლა ამ კუთხით გაგრძელდა და გაგრძელდება, ჩვენ აბსოლუტურად ყველა ევროპარლამენტარს ჩავაყენებთ საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით. არ იქნება ევროპაში დარჩენილი არც ერთი ევროპარლამენტარი, ვისაც არ ეცოდინება და არ გაიგებს რა გავუკეთეს ჩვენ, ვისია, ვინ მართავს საქართველოში ბიზნესს. რაც შეეხება გავლენებს, ჩვენ ამის გვჯერა, იმიტომ რომ საჯარო მონაწილეების ყველა ფაქტი ამაზე მიუთითებს. კონკრეტულად მაგალითად დღეს იყო წარმოდგენილი მანქანა, რომელიც 2014 წელს არის გამოყენებული iTechnic-ის კლიპში, თუმცა ის არის სახელმწიფო ბალანსზე, კერძოდ საერთო სასამართლოების ბალანსზე. ასევე კომპანია iTechnic-ის ამონაწილი, სადაც დამფუძნებლები არიან ვალერიან ცერცვაძის მამა, ბატონი მურთაზ ცერცვაძე და მისი ცოლისძმა ბექან მიკუჭაძე. გარდა იმისა, რომ მამა, ცოლისძმა და მეუღლე ამ კომპანიას ემსახურება, დღეს წარმოადგენთ იპოთეკის ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენმა იურისტებმა გამოითხოვეს საჯარო რეესტრიდან, სადაც ჩანს, რომ ვალერიან ცერცვაძის ქონება იყო დატვირთული იპოთეკით კომპანია iTechnic-ის სასარგებლოდ.